ეს არის ქრონიკა რვაზე ვუბრუნდებით დღის მთავარ თემას სტუმრებთან ერთად გაგაცნობთ ჩვენ სტუმრებს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ ბაბაშიძე ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ასევე ალექსი პეტრიაშვილი საღამოშიდობისა ბატონებო ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას რადგანაც დღევანდელი ვნებათა ღელვა მოყვა ბატონი ზურაბ ბაბაშიძის განცხადებას ამიტომ ბატონი ზურაბისგან დავიწყოთ პირველ საუბარს თქვენი ნებართვით ბატონ ზურაბ მოგესალმებით კიდევ ერთხელ. თქვენი აზრით, მაინც რატომ გახდა თქვენი ეს განცხადება სადავოდ? იცით რა, მე ესეთი შთაბეჭდილება მექნება, რომ ჩვენი ოპონენტები სანთლით ეძებენ რაღაც მინიშნებას იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ცვლის ევროატლანტიკურ კურსს. მე იქნება აჟიოტაჟი ერთდღიანი, მე დღის ბოლოს ყველაფერი ირკვევა, მეორე დღეს არის იმედი, რომ ყველაფერი ეს დაავწყდება ვიღაცას და მე არის სანთლით შემდეგი მიზეზის ძიება. ხა საქმე ის გახლავთ, რომ ნატო საქართველოს ურთიერთობების თემასთან რაღაც შეხება მქონდა მე წლების მანძილზე საქართველოში ნატოს მისიის ხელმძღვანელი ვიყავი 7 წლის მანძილზე. ამიტომ როდესაც ამ თემაზე ვლაპარაკობ, ფიქრობ, რომ რაღაც განსაკუთრებული უხეში შეცდომები არ უნდა დავუშვა. და ის კრიტიკა რაც მე მოვისმინე, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად არ არის საფუძვლიანი და არგუმენტირებული. მეორე არის აგებული რაღაც ემოციებზე, ან ორიენტირებული. აჩვენს თავისუფალი დემოკრატებიც ესე ემოციურად მიუძღვნენ ამ საკითხს, იმიტომ რომ ისინი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამ გუნდში იყვნენ და გუნდის შიგნით სამზარეულო ძალიან კარგად იციან ამ 2 წლის განმავლობაში. მათაც ემოციური განწყობა ჰქონდათ, როდესაც თქვენი კომენტარი მოისმინეს. იცით რა მიყვეთ თუ გნებავთ აი ამ კრიტიკის რამდენიმე პუნქტს. მე განვაცხადე რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნა არ იეგმება სხვათა შორის ნატოს სამეკვავშირო ოფისის ხელმძღვანელმა ბატონმა ლაჰიუმ ზუსტად ეს განაცხადა რამდენიმე საათის წინ. საქართველოში იქნება იმ პაკეტის ფარგლებში რაც უელსის სამიძე იყო მიღებული ნატო საქართველოს ერთობლივი სასწავლო საწვრთნელი ცენტრი. სხვაობა მე მგონი არის აბსოლუტურად პრინციპული, განსხვავებული. გარდა ამისა, ეს საწვრთნელი ცენტრი ნატოს ინფრასტრუქტურა კი არ იქნება სამხედრო, არამედ საქართველოს საკუთრება. აი ნახეთ რამხელა სხვაობაა, პრინციპული სხვაობა. ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა ზოგადად ნიშნავს ნატოს სამხედრო ბაზას. აი ნატოს ბაზასა და საქართველოს კუთვნილებაში მყოფ ნატო საქართველოს ერთობლივად მართულ სასწავლო საწვრთნელ ცენტრში სხვაობა არ არის. მოდით ბატონ ალექსის ვკითხოთ, იმიტომ რომ კრიტიკის გამხმოვანებელი დღეს სწორედ ის იყო ბატონ ალექსი დღიდან იმისა, რაც შეიძლება გავაგზელებ. დიახ. თუ შეიძლება გავაგზელო? თუ სხვა თემაზე გადადიხართ ბატონ ზურაბ, მირჩენია რომ ბატონ ალექსი არა მე თუ შეიძლება გავაგზელებ და მე ერთიანად ალბათ ჯობია რომ უპასუხო ჩვენმა კოლეგებმა და მეგობრებმა კრიტიკის საგანი იყო ასევე ის განცხადება რომ დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება ნატოში არ არის რეალური. ეხლა ეს ჩემი ვარაუდია რომელიც ეფუძნება აბსოლუტურად იმ რეალობას და დღეს სოფლიოშია შექმნილი მოგეხსენებათ ნატოში გაწევრიანება ხდება კონსენსუსის საფუძველზე და რა თქმა უნდა ჩვენ ნატოში გავწევრიანდებით ამის შესახებ ნატოს სამიძე მიღებულია გადაწყვეტილება მაგრამ ეს არ არის დღევანდელი და ხვალინდელი დღის პერსპექტივა თუ არა და აგერ ზეგ დავილაპარაკოთ და ნახოთ ეს არის პერსპექტივა, ეს მოხდება, მაგრამ ეს უახლოესი მომავლის პერსპექტივა არ არის. ასეთია ვარაუდი და ასეთი განცხადებები ჩვენ ძალიან ხშირად გვსმენია ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან. კიდევ ერთი კრიტიკის მომენტი იყო იქ, რომ საქართველოს არ შექმნის არანაირ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომ რეგიონში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნას რაიმე პრობლემა უსაფრთხოების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და ჩვენი ხედვა ისეთია, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და პირიქით ეს ემსახურება სტაბილურობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მე ჩემ დღევანდელ პატარა კომენტარში ისიც ვთქვი, რომ საფრთხეს რეგიონში უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია ამ რეგიონებში
რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის ჯარების განთავსება. კი ბატონო. ეხლა თუ ძალიან მოინდომებ ადამიანი რომ გადაატრიალო, გადმოატრიალო ეს ყველაფერი, რაღაცა შედეგი შეიძლება მიაღწიო, მაგრამ ცოტა თუ დავივიწყებთ ასე ვთქვათ იმას, რომ გარდა აი ამ სანთლიძებნისა კიდე არსებობს რაღაც სხვა მომენტები კოლეგიალური ადამიანური მე ვფიქრობ რომ ესეთი რაღაც სტრაფი რეაქციები არ უნდა იყოს მე კიდევ ერთ თემაზე მაქვს თქვენთან კითხვა უბრალოდ დარჩით ხაზზე და ამ თემას მოგვიანებით დავუბრუნდებით ბატონო ალექსი დღიდან ქართული ოცნების პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენისა დღიდან იმისა რაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს პროდასავლურობაზე ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით განცხადებებს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მუდმივად ხდებოდა ამ თემაზე აპელირება რომ ეს ხელისუფლება ეს გუნდი არის პრორუსული და ეწინააღმდეგება ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური სწრაფვას და სხვათა შორის თქვენი თანაგუნდელი მაია ფანჯიკიძე კარგი ხნის განმავლობაში სპიკერი იყო და განმარტებებს აკეთებდა რომ ეს ხელისუფლება და ივანიშვილი არ არიან პრორუსები დღეს აი ბატონო ზორაბმაც ჩამოაყალიბა პუნქტობრივად თავის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებები მისი განცხადება რითი განსხვავდებოდა ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებებისგან რომლებიც კეთდებოდა წლების განმავლობაში და რომელიც ნაციონალური მოძრაობისთვის იყო ყოველთვის სადავო. ან საინტერესოა მაინც რომ ნაციონალური მოძრაობა შემოვიდა თამაში ისევ და ამ მსჯელობაში მაგრამ მოდი გადავდოთ გვერდზე ნაციონალური მოძრაობა მე მათი აქცენტი ამ შემთხვევაში სულ არ მაინტერესებს მივესალმები ბატონ ზურაბს გიყურებთ ამ შემთხვევაში და ჩვენი საერთოდ ტერმინოლოგიის მომიტევეთ, მაგრამ არ გულშემატკივრობთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს ამ კოლეგიალურ ურთიერთობებს ზუსტადაც და მე მგონია რომ თქვენ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი ბრძანდებით, სერიოზული დიპლომატიური გამოცდილებით და სწორედ ამიტომაც იყო ეს განსაკუთრებით უფრო ნიშანდობლივი. სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თვითონ არსზე შეიძლება ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ ნამდვილად ნატოელი სამხედროები ჩამოვლენ, ნატოს დროშა იქნება ჩარჭობილი, ნატოს სამხედრო, ესე ვთქვათ, აღჭურვილობა იმისათვის, რომ ჩვენი სამხედროების ცნა მოხდეს იქნება გამოყენებული, როდესაც ჩატარდება თვნები, სწორედ ეს არ მოწონს ჩვენს ჩრდილოელ ოკუპანტ მეზობელს და ამიტომაც ამ განცხადებაზე ესე ვთქვათ, ამ თემაზე ასეთი პედალირება არ იყო ნამდვილად მისაღები გზავნილი არც საქართველოს საზოგადოებისთვის, არც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და გასახარი იყო იმ წამსვე აიტაცა. რაიმე არასწორად საზოგადოებას კონკრეტულად ინფონიზიებასთან დაკავშირებით რომელიც იგეგმება საქართველოში უახლოეს მომავალში. ბატონმა ზურამაც ბრძანა შემდგომ უკვე თავის კომენტარებში რომ ეს ცენტრი არის არასამხედრო დანიშნულების ეს არ არის ნამდვილად არასამხედრო დანიშნულების, ეს არ არის სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრი, ეს არის სერიოზული მიღწევა საქართველოს საგარეო პოლიტიკის და სამხედრო პოლიტიკური საქმიანობის, რომ ეს იქნება საქართველოს სამხედროების, ესე ვთქვათ, ნატოს სტანდარტებზე მომზადების ცენტრი. ეს ყველა შემთხვევაში შეიცავს და ჩვენ ამაში დავწმუნდები და მე თქვი კიდეც დავწერე კიდეც და ვიტყვი მე ვიქნები პირველი ვინც მოულოცავს თუ კი ეს ცენტრი გაიხსნება მიმდინარე წლის ბოლომდე ეს ძალიან იწერება პროცესი მაგრამ შემდეგი საკითხი რომელიც ბატონმა ზურაბმა ბრძანა დღეს და ხვალ დასაჭირო არის ქართული მხრიდან ამ საკითხზე აქცენტების გაკეთება, როდესაც ისეთი მოვლენები ვითარდება, შეგახსენებთ თქვენ ჩემზე კარგად იცით ბატონო ზურაბ 11 სექტემბრამდე ჩვენი ბალტიელი მეგობრები გვიყვებოდნენ ამას მე მგონი ერთადაც რომ საერთოდ არ იყო ნატოს ში მათი გაწევრიანების საკითხი გადაწყვეტილი. უბრალოდ უარყოფითიც იყო. მაგრამ ისინი დაუღალავად ისწრაფოდნენ, მიიწევდნენ ნატოსკენ. ეს არასწორი პასუხი ლავროვისგან მიმართული, როგორ უნდა ეპასუხა მაგალითად ზურაბაშვილი. ჩემგან არ ესწავლება ბატონ ზურაბს, მაგრამ ჩემი პასუხი იქნებოდა, რომელიც შემდგომ უკვე მცდელობა იყო მესამე მხარის თამაშიდან გაყვანის, რომ ეს არის ჩვენი სუვერენული საქმე, ეს არის ჩვენი და ნატოს. სხვათაშორის ეს მინისტრებმა განაცხადეს, რომ მესამე ქვეყანას საქართველოს ნატოს ურთიერთობასთან დაკავშირებით არანაირი შეკრება არ აქვს. ეს იყო ჩვენი ბრიფინგის მერე უკვე, მაგრამ
მე მინდა გითხრათ რომ ეს არის ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილება ბატონი ზურაბი იმ განცხადებაში იმ კომენტარში არ ახსენებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას ნატოსთან თანამშრომლობა რომელიც ასე ვთქვათ რეალურად არის ბატონო არ გეთანხმება რა თქმა უნდა ჩვენ ნებისმიერ სხვა ფორმატში შეგვიძლია გამოვწიოთ ის კომენტარიც ეს არის ნატოსთან როგორც ერთ-ერთ მეტად ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ეს ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო თუ ბატონი ზურაბი კლავაც ძალიან სერიოზულად ერთგული და მე პატივცემ იმ წლებს რომელიც მან გაატარა როგორც ბრიუსელში ისე მოსკოვში ის დარწმუნებული ვარ რომ საქართველოსთვის დადებითი საქმიანობისთვის უბრალოდ მე მინდა დავარწმუნო რომ ბატონი ზურაბი რომ ჩვენ სანთლით ძიების პროცესში არ ვართ არასდროს ბატონი ზურაბ გევართ სადარაჯოზე ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის გარწმუნებთ რომ მე თქვენ პირადად მოგილოცავ და ღია ეთერში ვიტყვი რომ სტარი იყო ყველა ჩემი საფრთხეები თქო თუ შეშფოთებები როგორ თქვა მინდა ოკუპანტის ენაზე აპასენია ქვია ამას მაგრამ არ ვიცი როგორ არის ზუსტად კარგი მოდით ბატონ ზურაბს მოусმინოთ დიახ მოდით ახლა რაღაცა ეს სადღეგრძელოების ვარიანტზე რომ გადავიდეთ ერთმანეთის მიმართ სიმპათიების გამოხატვის თვალსაზრისით მე დღეს ჩემს დილით კომენტარში თქვი პირველი ეს რომ საქართველოს აქვს სრული უფლება როგორც სუვერენულ ქვეყანას ითანამშრომლობს და გაწევრიანდეს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას არ გითქვიათ არა ბატონო ზურაბ ითანამშრომლობს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან მათ შორის ნატოსთან რომელიც ახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაცია ვიმეორებ სამხედრო ბაზასა და სასწავლო ცენტრს შორის არის პრინციპული სხვაობა. აბსოლუტურად ვიზიარებ. დღეს გამოვიდა ბატონი ლახიუდა თქვა რომ ეს არ იქნება ნატოს ინფრასტრუქტურა. მე კიდევ უფრო მწვავედ თქვი, ეს არ იქნება ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა, ნატოს სამხედრო ბაზა. ეს იქნება საქართველოს კუთვნილება, ერთობლივი სასწავლო საწვრთნელი ცენტრი. ამას მოყვა რაღაც გაუგრა. ეს ნამდვილად ერთი შეკითხვა მაქვს. სამხედრო ინფრასტრუქტურა გულისხმობს თუ არა, თუ შეიძლება ჩაითვალოს სამხედროების ყოფნა, სამხედრო აღჭურვილობის ესე ვთქვათ, განთავსება წვრთნებისთვის საქართველოს ერთობლივ საქართველოს ნატოს სასწავლო ცენტრში საერთო სამხედრო ინფრასტრუქტურად. არა, მე ამიტომ გითხარით, რომ ეს არის არა ნატოს სამხედრო ბაზა, ეს არის საქართველოს კუთვნილი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. ამაში, ნუ თუ ეხლა თქვენ ვერ დამეთანხმებით, რომ არის აბსოლუტური პრინციპული სხვაობა. ეხლა რა შეეხება ჩემს ვარაუდს, რომ საქართველოს უახლოეს წლებში, უახლოეს დღეებში, მე ვთქვი დღეს და ხვალ ვერ გაწევრიანდება, ეს არ არის დღევანდელი და ხვალინდელი დღის პერსპექტივა. რატო უნდა შევიქმნათ ჩვენ ის ილუზია, რომელსაც არავინ არ გვიქმნის, ჩვენ უნდა შევხედოთ რეალობას ისეც, როგორც არის. ჩვენ ველით ნატოში გაწევრიანებას. ეს არის ჩვენი პერსპექტივა. გადაწყვეტილება მიღებულია. ჩვენ ყველა გვეუბნება, რომ იქ მოხვდებით, მაგრამ დღეს ხვალ ეს განცხადებები გაცილებით უფრო ომახიანია ბატონო ზურაბ და გაცილებით უფრო უპრიანი იქნებოდა ვიდრე ის რომ სხვა არაფერი არ გვაქვს ძალიან ბევრი სხვა არაფერი არ მithქვამს აბსოლუტურად თუ კიდევ ერთხელ გაეცნობით კი მე ყურადღებით მოვუსმინე ბატონო მე მესმის ამ თემაზე დაუსრულებლად შეგიძლიათ ეს არ არის დღევანდელი და ხვალინდელი დღის პერსპექტივა ну თუ არის ღმერთმა ხნას მაგრამ ეხლა მოდი ბატონი გოგა ხაინდრავად შემოვიყვანოთ დისკუსიაში ბატონო გოგა თქვენ ადევნებთ თვალყურს და გესმით ეს დისკუსია, რომელიც ახლა ჩვენს ეთერში მიმდინარეობს, როგორც ყოფილ სახელმწიფო მინისტრ. მე ფორმატთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ფორმატზე აბაშიძე კარასინის ფორმატზეც ასევე გაჩნდა გარკვეული პრეტენზიები და მინიშნებები, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით, რადგან ჩვენ საგარეო კურსს ვეღებით, თქვენ როგორ ხედავთ, რაიმე ცვლილებას ხედავთ ხელისუფლების საგარეო კურსის არჩევანთან დაკავშირებით და რა ცვლილებას ხედავთ? ეს სამწუხაროდ აჩემება, რომელიც
აღარ დამთავრდა ამ კურსთან დაკავშირებით, არის ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. არა ის, რაც თქვათ ზურაბ აბაშიძემ თქვა, ძალიან გონიერად თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ მოვლენებს, რომლის მომსწრეებიც ვართ და თუ გავიხსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში აბსოლუტურად გაუაზრებელი ლაილაისთვის და დიბლიპატო პოლიტიკის გამო საქართველო დაგლიჯა რუსეთმა და ეხლა მთელი მსოფლიოს თვალწინ დაგლიჯა და გლიჯავს უკრაინას, მიუხედავად იმ აღშფოთებების, შეშფოთებების, გადაშფოთებების, უნდა ჭკუას მოუხმოთ და ყველა სიტყვა გავზომოთ. ეს სიტყვები გარეთაც გადის და ძალიან ხშირად ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ და იყენებენ ძალიან ძლავრად და ეს ასე ვთქვათ აჩემებები, რომელიც შიდა მოხმარებისთვის კეთდება თითქოს რომ ეს პოპულარობა არ დაიკარგოს საზოგადოებაში, ძალიან მაგონებს იმ აჩემებებს, რომელსაც სააკაშვილის და მის გუნდს მთელი ამ წლების განმავლობაში ახდა თან და ეს მაფიქრიანებს ძალიან. მეორეც მსგავსი ტიპის განცხადებები, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, რეალურად არა ის, რასაც ბატონო ზურაბმა ძალიან ჩემის აზრით გონებრივად, გონიერად განაცხადა, არამედ ის მაგალითად, როცა აგერ ბატონი პეტრიაშვილის ლიდერმა, როგორც დღეს თვითონ მოიხსენია, განაცხადა, რომ საქართველოში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა უნდა განხორციელდეს და ამ სირიელი ძალიან მე მოვისმინე ჩემი ყურით. ამერიკაში განაცხადა ირაკლი ალასანიამ. დააზუსტებ რა. სირიელი მეამბოხეები გაგახსენებ. ერთი წუთი გაგახსენებ ძალიან კარგად. და ეს სირიელი მეამბოხეები დღეს არიან ხალიფატის წარმომადგენლები. ხალიფატის, ზუსტად ის მეამბოხეები სირიელი. კი, გავიგე, არ მინდა მაგის სწავლება, მაგრამ როდის თქვა დამიზუსტეთ რა. მე ხელს არ გიშლიდი და მალაპარაკეთ თუ შეიძლება. კარგი, დაასრულეთ ბატონო. მალაპარაკეთ თუ შეიძლება. მასალის ლაპარაკი და იმიტომ კი ბატონო. არ არის, ეს არის სიმართლე. ეს განაცხადა ალასანიამ და თავის დროზე ამაზე ჩემგანაც პასუხი მიიღო. კონკრეტულად მეთქი, მაგას გეუნები. გიკონკრეტებს სირიელი ამბოხებულების საწვრთნელად იქნება გამოყენებული ეს ბაზები. როდის თქვა, რა განცხადება გააკეთა მეთქი. თუ მართლა გაიხსენებ, აი რომ ოფისში რომ დაბრუნდები, კითხე ალასანიას და გიპასუხებს, როდის თქვა და საერთოდ. კარგი, დავასრულოთ ამ ალასანიას განცხადებაზე. ეს თომაც შემოყავს თემა ეგრე ძალიან კარგად ვიცი. ერთი წუთი და არა ის რომ გონიერად მიუდგეთ საკითხებს და ზედმეტი ლაილაით არ შეუქმნათ შესაძლებლობა ჩვენ მეზობელ ქვეყანას, რომელზეც ასე აქტიურად ლაპარაკობთ, რომელიც ყველა შესაძლებლობას და როგორც წესი სიტყვიერს, იმიტომ რომ რეალურად საქართველოს რუსეთისთვის არასოდეს არანაირი საფრთხე არ შეუქმნია. მიუხედავად ამისა, სულ კტორავს. და კტორავს აი ზუსტად იმის გამო, რომ ენაპირში არ გვიჩერდება და ყველაფერს გავიგეთ, ბატონო გოგა, ბატონ ზურაბს უნდა დავემშვიდობოთ. მას სულს ორი სიტყვის დავემშვიდობეთ, შეიძლება? ძალიან უნდათ აქ პოლიტიკურ წრეებს გარკვეულს, რომ ეს ცეცხლი უკრაინიდან საქართველოში გადმოიტანონ და ხელს ნუ შეუწყობთ. კარგი, ბატონ გოგა, ბატონ ზურაბს სულს თქვა და დავემშვიდობოთ, ჩვენთან გავაგრძელებთ. თუ შეიძლება დაგემშვიდობებით და ვიტყვი რომ არანაირი კურსი არ იცვლება. საერთოდ ზოგადად საგარეო კურსის შეცვლა არ არის სამარშრუტო ტაქსი და ასე უცბად ვერ შეცვლი მის მარშრუტს. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზურაბ, ზურაბ აბაშიძეს დავემშვიდობებით, ბატონ ალექსი. ჯერ ესეთი მე საერთოდ არ მესწავლება შიდა მოხმარების და გარე მოხმარების მნიშვნელობები რა. მეორეს ერთი მინდა გითხრათ რომ ის რასაც იძახით ირაკლი ალასანიას განცხადებასთან დაკავშირებით არის აბსოლუტური სიცრუე. ეგეთი განცხადება ირაკლი ალასანიას არ გაუკეთებია სირიელ მეამბოხეებთან დაკავშირებით. მესამე მე მინდა გითხრათ რომ ეს პარალელების გავლება ერთ რაღაცა თქვენს კლასიკაში დაждდა უცებ რა ნაციონალური მოძრაობის ლაილაისთან დაკავშირებით და ჩვენ განცხადებებთან დაკავშირებით და არ მეგონა ნამდვილად, მაგრამ არაუშავს პოლიტიკა, არაუშავს ყველაფერი ხდება და ამიტომაც ნამდვილად პირდაპირ შემიძლია გითხრა, რომ მაგის პარალელების გავლებაზე ტყუილად დროს და ენერგიას ნუ დახარჯავ. მაგას გეუბნებით და მაგას დაიმახსოვრებთ, როცა გავალთ ჩვენ ბოლომდე და ნაციონალური მოძრაობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით კიდე ძალიან ბევრი რაღაცები შეგვიძლია ველაპარაკოთ, მაგრამ სირიელ მეამბოხეებთან დაკავშირებით
სირიული ამბოხებთან დაკავშირებით ყველაფერი ძალიან კარგად გავიგე, უბრალოდ ვერ ამბობ, ვერ ასახელებთ და ვერ სიტყვით. კარგი, ბატონო, ყველა დრო ამბობთ რა საუბარი. მე ფორმალურად მინდოდა თქვენთან საუბარი აბაშიძე კარასინის, რომელიც ასევე სადაო გახდა და რომელიც ბევრისთვის მიუღებელია, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ დრო არ გვაქვს, ამიტომ უნდა დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს, ალექს პეტრიაშვილი, გოგა ხაინდრავა იღებდნენ მონაწილეობას. რეკლამა გვაქვს ეთერში და რეკლამის შემდეგ დაგებრუნდებით, დაგველოდეთ.